ის ნოვა კონკრეტულ მარნოს მიკითხის ფორმულირება ეს არ გაჩენდა ინციდენტ გუშინ ეს ინციდენტ გაცილებით ადრე გაჩნდა გუშინ უბრალოდ ფაქტის საზოგადოებისთვის გახდა ცნობილი იმიტომ რომ საპატრიარქომ ასე ვთქვათ კონტროლი განცხადებით გააკეთა ხოლმე ამაზე გამოიწვია პროვოცირება და ეს არ იქნება ბავშვებისთვის ხოლმე ეს არის ოჯახებისთვის რომელთაც აქვს მცირეწლოვანი შვილები უფრო მეტად გასულობს ეს ქალები ანუ ჯერ სოციალური მუშაკები ამაზე ასე ვთქვათ მუშაობა არ დაუსრულებიათ ჩვენ ვართ პროცესში და საბოლოო ჯამში ვინც ხოვს ამ თავშესაფარში ასე ვთქვათ არ არის გადაწყვეტილი და თავსახად არ არის თუმცა კიდევ ერთხელ ვაფიქსირებ იმას რომ ყველაზე უფრო დისკრიმინირებული ასე ვთქვათ ჯგუფთან ყველაზე უფრო მეტად საჭიროების მქონე ადამიანის გამოყვეთა და რაღაცნაირად როგორც შესაძლებელი იქნება რომ ამ 80 კვადრატულ ფარჩს ვთქვათ დაეტიან თუმცა ეხლა გადავანაწილოთ არსებობენ ამისთვის ასე სახელმწიფო სოციალური მუშაკები ვინც ამაზე მუშაობენ ამ წუთას მე არა კომპეტენტური ვარ როგორც სოციალური მუშაკი მე ვერ ხარ ამაზე პასუხს მაგრამ ზუსტადაც იმიტომ არის ასე ვთქვათ ამ ხრი დაწყებული მუშაობა დიდი ხანია და კიდევ გაგრძელდება ალბათ რაღაც პერიოდი რომ სჭირდება ამას კარგად მუშაობა კარგად დაკვირვება ან კარგად შერჩევა ამ თუ პირებისა ესე მარტივი არ არის თან რამდენი პრობლემა გვაქვს ანუ არაერთი ისე გაგვაქვს ძალიან ცუდი პასუხი იქნება მე რომ კონკრეტულად ვთქვა რომ ეს ადამიანი შევა ან ეს კატეგორია შევა ამ წუთას დაფუძნებული ვარ და ასე ორიენტირებული ვარ მთლიანად მოხალისეობაზე, მოქმედებაზე და ანუ ეს არის ჩვენი კამპანიის პრიორიტეტი, რომ თვითონ მოქალაქეებმა ორგანიზაციამ შეუძლოთ იმის კოორდინირება, რომ ეს თანხები მოიციოთ ჩვენივე ჯგუფებიდან, ვისაც აქვს სურვილი დაეხმაროს თავისუფლებას და არა რაღაც ბიუროკრატიული, ასე ვთქვათ, ინსტიტუტებიდან და ასე ვთქვათ. კამერის შესაძლებლად არ უნდა მოგეცეთ ამ ეს აწმინდა პრაქტიკა იურის საკითხი ნინო პასუხებს ხოლმე. კამერების შესაძლებლად სამართლებრივად ნინო ბოლქვაძე იდენტობას იურისტი სამართლებრივად არავის არ აქვს უფლება რომ ხელი შეგვიშალოს ანუ კანონიერი გზა ამისი არ არსებობს იმიტომ რომ არც ერთ კანონში ვერ ნახავთ ესეთ ნორმას რომელიც საზოგადოებრივ ორგანიზაციას უკრძალავს კანონიერ მფლობელობაში მიიღოს რაიმე ფართი და შემდეგ ეს ფართი დაუთმოს სხვა მოქალაქეს. ანუ ასეთი ამგრძალავი ნორმა არც ადმინისტრაციულ სამართალდამხმარებელთა კოდექსში, არც სისხლის სამართლის კოდექსში უბრალოდ არ არსებობს. ეს ურთიერთობა რეგულირდება სამოქალაქო კოდექსით, რომელიც არ გვიგრძალავს ამ საქმიანობის განხორციელებას, ანუ თავშესაფრის მართვას, ორგანიზებას. ამიტომ სამართლებრივი კუთხით მე აქ საფრთხეებს ვერ ვხედავ. სხვა საკითხი არის, რომ თუ ადამიანები გამოიყენებენ ის ადამიანები განსაკუთრებით, ვისაც რაღაცა ავტორიტეტი გააჩნია, ან იმის გამო, რომ არის ხელისუფლებაში, ან იმის გამო, რომ არის თქვათ სასულიერო პირი და მას ნდობა აქვს, გარკვეული მოსახლეობის ნდობა აქვს, ამიტომ ვფიქრობ ეს ადამიანები უნდა მოერიდნენ სიძულვილის ენის გამოყენებას. ვინაიდან ცნობილია, რომ სიძულვილის
ემის გამოყენებას მოყვება სიძულვილით მოტივირებული ინციდენტები და დანაშაული. რაც ჩვენ ნათლად ნახეთ 17 მაისს. სიძულვილის ენა საქართველოში არ არის კრიმინალიზებული, როგორც ეს არის ევროპის მრავალ ქვეყანაში. ჩვენ ამერიკულ მოდელს, ანუ სიტყვის თავისუფლების ამერიკულ მოდელს მივდევთ და ეს არ არის ცუდი. მაგრამ მე ვფიქრობ, ამ ფონზე თანამდებობის პირებს და სასულიერო პირებს კიდევ უფრო მეტი პასუხისგებლობა უნდა მართებდეთ, როდესაც აკეთებენ საჯარო განცხადებებს. ვინაიდან არ შეუქმნან ადამიანების სიცოცხლეებს და ჯანმრთელობას საფრთხე. მე ვფიქრობ, რომ არასწორია ჟურნალისტების მხრიდან ამ თემის წარმოჩენა როგორც იდენტობას და საპატრიარქოს დაპირისპირება. შესაძლებელია ეს არის საინტერესო მაყურებლისთვის და შეიძლება გაყიდვად პროდუქტს შექმნით, მაგრამ დამიჯერეთ, რომ ეს არის ძალიან საზიანო მთელი საზოგადოებისთვის და ამის კეთება არ შეიძლება. ამიტომ იმასთან დაკავშირებით, რას გააკეთებთ თუ თქვენი უფლებები დაირღვევა, მე ვფიქრობ, პასუხი თქვენ თავად იცით და კითხვა ისმება იმისთვის, რომ გამძაფრდეს, თქვათ, აქცენტირება მოხდეს კონფლიქტზე. მე არ მსურს, ამ რაკურსით შევხედო ამ საკითხს. მე ვფიქრობ, ყველა მოქალაქე პასუხი ძალიან მარტივია. საქართველოში არსებობს კანონმდებლობა, არსებობს კონსტიტუცია და ყველა მოქალაქე არის ვალდებული, რომ დაიცვას ერთიც და მეორეც. რაც უნდა ამას ბევრი კითხვა. რომელ ფაქტებზე, რომელიც ჯერ არ მომხდარა? კარგით, მაშინ კითხვა, ალბათ თქვენი კითხვა არის, რა გააკეთეთ თქვენ 17 მაისს რომ მოხდა ძალადობა, რა განახორციელა იდენტობა ამ დარღვევებთან დაკავშირებით. ამაზე შემიძლია გაგცეთ პასუხი? ეთიცით გეტყვით რა, გასაგებია, რომ ეს კითხვა კიდევ იქიდან ჩდება, რომ საზოგადოებაში იდენტობა არის მარგინალიზებული, ის არ აღიქმება როგორც ადამიანის უფლებების დამცველი ორგანიზაცია. ეს კითხვა სხვა შემთხვევაში არ გაჩნდებოდა, იმიტომ რომ ყველამ იცის, რომ საზოგადოებრივი ორგანიზაცია იმით არის დაკავებული, რომ დადის სასამართლოებში შეაქს არჩევლები, ადმინისტრაციულ ორგანოებში შეაქს არჩევლები და ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოშიც ასაჩივრებს დარღვევებს. ზუსტად ამით ვართ დაკავებულები ჩვენც. 17 მაისის საქმეებზე ჩვენ მზადდება ამ წუთას, მზადდება აპლიკაცია და რა თქმა უნდა ის დარღვევები რაც მოხდა 17 მაისს იქნება გასაჩივრებელი ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში. ეს იქნება უკვე რიგით მეორე საჩივარი, რომელიც იდენტობამ ამ სასამართლოში წარადგინა და ისევ უკავშირდება, როგორც პირველი საჩივარი უკავშირდება 17 მაისის მოვლენებს. ისევ დაუბრუნდები, სიტყვის თავისუფლებას და ისევ ვიტყვი, რომ ჩვენთან არ არის სიძულვილის ენა აკრძალული და ჩვენ არ გვაქვს პრაქტიკა სასამართლოებში, სადაც მოხდება გამონათქვამის ინტერპრეტირება, თუ რას გულისხმობდა ის ადამიანი და რა მიზნებს ისახავდა, როდესაც ამას ამბობდა. ჩვენ ერთადერთი რაც შეგვიძლია თქვათ, ვერ აუგრძალავთ საუბარს, თუმცა ჩვენ შეგვიძლია მოუწოდოთ თითოეულ ადამიანს, რომ გაიხსენოს, რით დასრულდა ასეთი განცხადებებმა რა გამოიწვია და რა მძიმე შედეგები გავიხსენოთ, რა მძიმე შედეგები შეიძლება დამდგარიყო ასეთი განცხადებების შედეგად. და უნდა გავითვალისწინოთ, ვფიქრობ, ეს გამოცდილება სამომავლოდ. ეს შეგვიძლია როგორც რჩევის სახით და სურვილის და მოთხოვნის სახით თქვა.
კი, ანუ ერთი შეხედვით უწყინარი ფრაზები, მაგრამ როდესაც ის არის კონტექსტში, ანუ სხვა ფაქტორებრივ გარემოებებთან თუ როგორ არის ეს ნათქვამი, რა თქმა უნდა, ქმნის საშიშროებას, ზოგ შემთხვევაში ქმნის საშიშროებას. არა, ტიპოს უბრალოდ კითხვაზე ძალიან ანუ ჩემს დავწერები. უბრალოდ ძალიან სამწუხარო არის, როდესაც თქვათ ჩვენ ვსაუბრობთ იმ სოციალურ პრობლემებზე, იმ პრობლემებზე, რომელსაც არავინ არ წყობს, მათ შორის ვერც საპატრიარქო და დღეს თუ ჩვეულებრივი არასამთავრობო ორგანიზაციები თამამად რაღაც განცხადება საკითხთან რაღაც ახალობას ახორციელებს, მის მიმართ მხოლოდ აგრესია მოდის. ეს კითხვაც რაღაცა აი უკავშირდება, ანუ ამის ნაწილია და მეტი არაფერი ამას ხედავ მე ყოველდღე, იმიტომ რომ ეს ჩვეულებრივი აქტივობა ჯანსაღი ასე ვთქვათ, საზოგადოების ცვლილების და განვითარების ნაწილი, რომელიც არ უნდა აღიქმოს ანუ განსაკუთრებულად პროვოცირებად მიუხედავად იმისა, თუ რა პოზიცია აქვს საპატრიარქოს ან რომელიმე სხვა საზოგადოებრივ ორგანიზაციას თუ გაერთიანებას თუ დადგმებას. ძალიან უცნაურია ამ კონტექსტში ახლა. Ten kadrega gledamo. მე ვცდილობ რომ ანუ ძალიან სტაბილურ დისკურსში გადავაგდო და ნინო ზუსტად ამას ვცდილობდა. რას აპირებს ხალხო? ეგ რომ მართლა აპირებს ბავშვები შეიყვანოს და გამყნას და ანუ გარყნა არის ის სამართლებრივი დანაშაული. თუმცა ამას ხომ არ აპირებს ეს კითხვა. ეგება თუ საზოგადოების ინტერესი და ჟურნალისტების ინტერესი თუ არის რომ საფრთხეს ხომ არ ქმნის აქედან და არა ხო, ანუ რეალურად წარმოიდგინეთ თავშესაფარი სადაც იმუშავებს ბევრი ორგანიზაცია. ჩვენი მიზანი გაიზარდა. ჩვენი მიზანი იყო ამ თემის განხილვის მიღება. ერთი მიზანი იყო კონკრეტული ადამიანების შეგვიძლია კონკრეტული ადამიანების გავაკეთებული აკისრება. მეორე მიზანი იყო რომ საზოგადოებაში ამ თემაზე დაწყებულიყო საუბარი და დამკვიდრება და მესამე მიზანი იყო რომ ხელისუფლებას დაეწყო ამაზე ფიქრი, იმიტომ რომ როგორც ეს ხელისუფლების წარმომადგენელმა თქვა, ეს არის სახელმწიფოს ვალდებულება, თუმცა ეს არ გამოიცავს სხვა ორგანიზაციების უფლებას იგივე განაყოფილება, მაგრამ ნამდვილად სახელმწიფოს ვალდებულება არის, რომ ადამიანები არ იყინებოდნენ გარეთ, ანუ ნაწილდებოდეს ფინანსები ისე სახელმწიფოში, რომ არ ხდებოდეს ფაქტები, როგორც ადამიანების შეშეში დაფიქრება.